ახალი სასწავლო წლიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ბავშვებს ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები დახვდებათ. შენობების მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები თითქმის დასრულებულია ვარიანში და ზერჩი, ასევე შავშვებსა და ფლავში. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის სიმონ გულედანის განცხადებით, ჯამში რეგიონში 15-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს დასრულდა 13. მისივე განმარტებით, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაციაა. გულედანის თქმით, უახლოეს პერიოდში რეგიონში კიდევ 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღების სკოლანდელი აღზრდის განვითარება და განათლება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რამოდენიმე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მშენებლობა მიმდინარეობს. რამოდენიმე საბავშვო ბაღი უკვე გავხსენით კასპის მუნიციპალიტეტში, უკვე გორის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღი ფაქტიურად დასრულებულია მშენებლობა და ამ ეტაპზე შავშვების საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე დაგეგმილია და მიმდინარეობს ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. მოგეხსენებათ, რომ სკოლანდელი აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ბაზა და საბაზისო დაბიჯი, საიდანაც ჩვენი ბავშვებმა უნდა მიიღონ და გადავიდნენ მეორე ეტაპი, რასაც ქვია უკვე სკოლის ეტაპი, უნდა მიიღონ ის განათლება და კომუნიკაცია ბავშვებს ერთმანეთს შორის, რომ უკვე გაუადვილდეთ და გაუმჯობესდეს მაგათი სწავლა-განათლებაც და ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართულები, როგორც ყველა მუნიციპალიტეტი, ასევე რეგიონი მთლიანად, ჩვენი რწმუნებულის ადმინისტრაცია, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტებიც თვითონ ადგილობრივი ბიუჯეტით ახორციელებენ მცირე კოსმეტიკურ სამუშაოებს საბავშვო ბაღებში და რაც შეიძლება ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად დავეხმარებით აღნიშნულთან დაკავშირებით.